ერთი unboxing-ით დავბრუნდი. როგორც უკვე იცით, საქართველოში ვარ რამოდენიმე დღით ჩამოსული. დღეს საღამოს უკვე ვკამბრუნდები კვეპრაში და ძალიან მინდოდა რომ მომესწრო ამ სახლიდანაც unboxing-ის გადაღება, იმიტომ რომ შევიძინე ძალიან ლამაზი რაღაცეები, როგორც უკვე მოგეხსენებათ ვალენტინობა იყო, ეხლა და მივიღე რაღაც საჩუქრები, ასევე დედა ჩემი მანევიურებდა. ძალიან რაღაცები ჩემთვის გავუკეთეთ საჩუქრად და ერთი სიტყვით გავაკეთოთ unboxing-ი და დავიწყებ ჩემი ყველაზე საყვარელი მაღაზიით, რომელშიც ბოლო წლებია საერთოდ აღარ შევდიოდი, არ ვიცი რატო. სულ ტყუილად, იმიტომ რომ თითქმის მთელი კოლექცია მომეწონა, ძალიან მინდოდა ყველაფრის ყიდვა, მაგრამ ყველაფერს რა თქმა უნდა ვერ ვიყიდდი, ამიტომ ვიყიდე ერთი ესეთი მარისური, რომელიც არის ძალიან ისეთი მყვირალა და კაშკაშა ფერი, ფოსფორის ფერი არის და მომწონს აი ამ ორი ფერის კომბინაცია, იასამნის ფერის და ფოსფორის ფერის. დაკეცილი იმდანაც არ მომეწონა, რამდენადაც ჩაცმული, რაღაც ძალიან გამომანათა და მგონია რომ კვიპროსში გამომადგება, რუჩსაც ძალიან მოუხდება. ხოლო მეორე კი არის ესეთი თბილი, ღუნღუა და ძალიან ლამაზი ესეთი ჯემპრი, რომელიც საკმაოდ მოკლე არის. მე მოკლე ჯემპრები არ მიყვარს, გრძელი მიჩვენია, მაგრამ ეს გამონაკლისი არის, იმიტომ რომ აქვს ულამაზესი დგომა ყელთან განსაკუთრებით. ლოგო აქვს დატანილი შუაში და საერთოდ არ არის პრეტენზიული ან გამაღიზიანებელი, ეს ლოგო პირიქით ძალიან უხდება და რაც თავარია არის უზომოდ თბილი. სხვათა შორის ახლა ცოტა აცივდა კვიპროსში და მგონია რომ მხოლოდ ეს სვიტრი რო ჩავიცვა საკმარისი იქნება და კარგად გამოვიყენებ იქაც, ამიტომ ამას წავიღებ. შემდეგი გვაქვს ძალიან viral სათვალე, რომელიც ყველგან sold out ყოფილა საქართველოში, დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც ჩანს. თუმცა ვაჟებ-შავალის ფილიალში იყო ერთი დარჩენილი, მე მელოდებოდა. საერთოდ არ მქონა გეგმაში სათვალის კეთვა, იმიტომ რომ ჩემი Ray-Ban-ის ვეიფარერების გარდა არაფერს და ვერაფერს ვერ ვეყენებ, ამიტომ კვლავ აღარც ვყიდულობ, მაგრამ ეს ისეთი ლამაზია და ისე მომიხდა. ჩასადებიც როგორ ვინტაჟური აქვს. ყველა ჩემ Ray-Ban-ს შავი ჩასადები აქვს და ეს ძალიან მომწონს. არის უცხო ფერი, უცხო ფორმა, არასდროს არ მქონია მსგავსი სათვალე და უბრალოდ აი გავრისკე, იმიტომ რომ მგონია რომ იხდება და გამიხარდება თუ თქვენ აზრს დამიწერთ მართლა, არ მეწყინება თუ მეტყვით რომ არ მიხდება, მართალი უკვე ვეღარ მივაბრუნებ და შემრჩება, მაგრამ არ ვიცი, მგონია რომ ძალიან მოხდება რუჩსაც, სანაპიროზეც, ასევე გუშინ მეცვა მსგავსი ფერის ქურთუკი და ისე მოუხდა ერთმანეთს, რომ მაგ აუთფიტზე, ნუ აი აუცილებლად ამ სათვალეს გავიკეთებ ხოლმე და ხო არ ვიცი, ველოდები თქვენ აზრს. ისე ძალიან კომფორტული არის სუბუქი, გემრიელი, კარგი შუშები აქვს და ერთი სიტყვით საკმაოდ ესეთი კარგი შენაძენი გამომივიდა, კმაყოფილი ვარ. ბოლოსთვის მოვიტოვე ჩემი ყველაზე საყვარელი შენაძენი საქართველოში ყოფნის დროს. სანამ უშუალოდ გაჩვენებთ ამ ნივთებს, ძალიან მინდა რომ მოგიყვეთ ამ ბრენდის შესახებ, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცამ არ იცოდეს და იქნებ გამოადგეს. ეს ბრენდი გახლავთ Nappa Fury, რომელიც არის იტალიური პრემიუმ ბრენდი. დაარსა ჯულიანა როსეტმა, სახელწოდება დაერქვა ამ სიტყვიდან გამომდინარე, რომელიც ნიშნავს Arctic Circles, ანუ არქტიკულ წრე, რო გადავთარგმნოთ. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფაქტი, რაც შემიძლია რომ გაგიზიაროთ, არის ის, რომ ეს ბრენდი შედის VF-ის კორპორაციაში 2004 წლიდან. VF კორპორაცია დააფუძნდა ამერიკაში და აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორც არის The North Face, Timberland, Vans და ასე შემდეგ. და სხვათა შორის არის რაღაც გავსებები მათ კოლექციებშიც, განსაკუთრებით North Face და Nappa Fury შორის შეგვიძლია დავიჭრეთ მსგავსებები. ასევე მათი პროდუქცია 100%-ით არის გადამუშავებადი, რაც ბრენდს ორმაგად და სამაგად დასაფასებელს ხდის. მე შევიძინე ესეთი ქურთუკი, რომელიც საწვიმარს ვერ დავარქვევ, იმიტომ რომ არ არის წყალგამტარი, შევაწყალი ამაში, მაგრამ აი პატარა წვიმაში შეიძლება, იმიტომ რომ მაინც ირეკლავსო ესე მითხრა კონსულტანტმა და არ ვიცი, სულ წვიმაში არ ჩავიცვა, მგონია რომ ისეც ანუ ულამაზესი იქნება. ჩემ შემთხვევაში აქ არ გვაქვს ეს ნორვეგიის დროში და გვაქვს პირდაპირ წარწერა ამ ბრენდის და აუცილებლად მოვიცნობ ახლა და გაჩვენებთ. ულამაზესი ფერია, ალბათ დამეთანხმებით, ძალიან მომწონს ეს ფერი და აქვს ძალიან ბევრი კარგი და ლამაზი დეტალი, აი მაგალითად ეს შესაკრავი ძალიან მომწონს. მხოლოდ large-ში იყო დარჩენილი სამწუხაროდ, მაგრამ იმდენად მომწონს როგორც დგას, რომ შეიძლება medium-ი ყოფილიყო, მაინც large-ი ამეღო.
აი ესე გამოიყურება, აქაც გვაქვს რაღაც ლოგო, აქ ძალიან უკრთალად და სადაც აწერია, უკან სულ სადა არის და არ ვიცი, ძალიან მომწონს მართლა. კამერაში კიდე შეიძლება ისე ვერ აღვქვათ ფერი, მაგრამ ულამაზესი ფერი არის. და ბარემ ესე გავაგრძელებ. ვიყიდე კიდევ ჰუდი, რომელიც ასევე ცოტა დიდი ზომა არის და მამაკაცის მოდელია, იმიტომ რომ ზომები იყო ამოყიდული, რასაც ქვია, ამიტომ ეს შევიძინე ლარჯი. ძალიან ბევრი ჰუდი მაქვს ზოგადად, მაგრამ შავი სადა ჰუდი არ გამაჩნია, ამიტომ ვიფიქრე რატომაც არა. აუცილებლად დამჭირდება და გამომადგება. არის ესეთი ოდნავ oversized მექნება, მაგრამ ძალიან ლამაზი არის ტანზე და მომიხდა ჩემი აზრით. ამიტომ ჩაცმულსაც აუცილებლად გაჩვენებ თუ სრული გექნებათ. ამიტომ კოპროში რომ ჩავალ, ეს ყველაფერი მიმაქვს და ველოდებით თქვენს უკავშირს კომენტარებში. ძალიან დიდი მადლობა და დროებით. გამარჯობა მეგობრებო. დავბრუნდი კვიპროსში დღეს და გადავწყვიტა რომ ეგრევე ვიდეო გადამეღო, იმიტომ რომ დამხვდა ისეთი ამანათი, რომ გამორიცხულია არ გამეზიარებინა თქვენთვის და ერთად არ გაგუკეთებინა unboxing-ი. ეს ბრენდი მინდა რომ გაგაცნოთ, ვინც არ იცით, რა თქმა უნდა და ვინც იცით კი გამიზიარეთ თქვენი გამოცდილება. სანამ უშუალოდ unboxing-ზე გადავალ, მინდა რომ გაგიზიაროთ ჩემი ისტორია. ძალიან დიდი ხნის მანძილზე ვეძებდი ჩემს სტილს, ვეძებდი ქვეყანას, რომლის სტილიც იქნებოდა ჩემთან ახლოს და ძალიან მიყვარს სკანდინავიური სტილი, როგორც უკვე აღვნიშნე სხვა ვიდეოებშიც, ვინც მიცნობს, კარგად იცის, აგრეთვე მომწონს აზიური, კონკრეტულად კორეული ბრენდები ძალიან მომწონს, აგრეთვე ავსტრალიური ბრენდები და მოკლედ ბევრი რო არ გავაგრძელო, ესე რაღაც ექსპერიმენტებს ვატარებდი. და ძლივს მივაგენი იმ ქვეყანას, რომლის სტილიც ყველაზე ახლოს არის ჩემთან და ეს არის ესპანეთი. ისეთი სასწაული, რაღაც ხასიათი აქვს და ისეთი აურა არის, არ ვიცი, ვერც ეს ქვეყანას ვერ შევადარებ, ესპანეთის სტილი მართლა შეუდარებელია ჩემთვის და ბრენდი, რომელსაც უნდა გესაუბროთ, არის სწორედ ესპანური. ეს ბრენდი დაარსდა 2019 წელს M Studios, რომელიც შექმნა 5 მეგობარმა სტუდენტურ აპარტამენტში. ძალიან რაღაც საყვარელი ისტორია აქვს, ასევე YouTube არხი გააკეთეს და იქ დებენ ხოლმე ვლოგებს და სულ ვუყურებ, მიუხედავად იმისა, რომ ესპანური არ მესმის, მაინც სულ ვუყურებ ხოლმე, იმიტომ რომ აი ხოლმე მაგალითად ბოლოს კოპენჰაგენში იყვნენ წასულები, რაღაც სამოგზაუროდ და ასევე ახალი კოლექციის შესაქმნელად და ახლოს გვანახებენ იმ პროცესს, რასაც გადიან. ასევე გვაცნობენ თავიანთ თავს და ერთი სტუქით ძალიან სასიამოვნო არის მათი ვიდეოების ყურება. ამიტომ ვისაც გიყვართ კარგი ვლოგები, ოღონდ ესპანურად, მაშინ გირჩევთ. 2019 წელს დაარსდა, თუმცა ყველაზე დიდი პოპულარობით ისარგებლა 2022 წელს. გახდა ძალიან ცნობადი, შესაბამისად გაზარდეს უფრო მასშტაბები, დახვეწეს ხარისხი და დაახლოებით 3-4 თვის წინ აღმოვაჩინე მე Instagram-ზე სტორებში იყო დასპონსორებული და ისე გამიხარდა რომ მე აღმოვაჩინე და რაღაცნაირად მომეწონა საიტზე რომ შევედი. როგორც UI UX დიზაინერი ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ ხოლმე საიტის ინტერფეისს და მომხმარის გამოცდილებას ზოგადად და ძალიან მარტივად არის საიტზე ყველაფერი გაკეთებული. თუ დრო გექნებათ უბრალოდ გადასკროლეთ, ძალიან სასიამოვნო არის და ლამაზი კოლექციები აქვთ, ცალ-ცალკე დაყოფილი არის ნავიგაციაში და მოკლედ დაახლოებით 2 კვირა ვარჩევდი რა უნდა შემეკვეთა, იმიტომ რომ ყველაფერი მომწონდა და ყველაფერს ვერ ვიყიდდი, ამიტომ შევარჩიე 3 მინუთი, რასაც ვფიქრობ რომ მარტივად დავასტაილინგებ. რადგანაც TikTok-ისთვისაც ვიღებ ვიდეოებს, რაღაც პარკები უკვე გავხსენი და გახსნილ მდგომარეობაშია, მაგრამ ისე გაჩვენებთ. პირველი გვაქვს აი ესეთი ჯემპრი, რომელიც არის ულამაზესი, იმიტომ რომ ეს ფერი არის ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფერი. აღვნიშნავ იმ ფაქტს, რომ ძალიან oversized რაღაცეები აქვს, იმიტომ რომ unisex-ი არის და ეს მაგალითად შევუკეთე small-ი და მაინც ცოტა ფარტყუნა არის, ამიტომ გაითვალისწინეთ თუ გადაწყვეტ გამოწერას size down გავუკეთოთ, ესე რომ ვთქვათ, ერთი ზომით პატარა შევუკეთოთ. ძალიან ლამაზი არის, ბევრ ფერში იყო ეს და დიდი ხანი ვფიქრობდი რომელი ფერი მეყიდა, მაგრამ საბოლოოდ ჩემი საყვარელი ფერი გადაწყვიტა ყვითელი. ხარისხი არის ძალიან კარგი და ასევე მოაყოლეს ესეთი ჩანთა, რომელსაც არ ველოდებოდი და ისე გამიხარდა, რომ აი არ ვიცი, ესეთ ჩანთებს ძალიან კარგად ვიყენებ, არის უზომოდ პრაქტიკული და არასდროს არ არის ზედმეტი მსგავსი ჩანთები. ეს სტიკერიც მაჩუქეს. შემდეგი ნივთი გვაქვს ესეთი მაისური, რომელსაც ისევ ნერვიულობდი, იმიტომ რომ ძალიან მომეწონა ეს მაისური და ზომებში აღარ იყო დარჩენილი და შევუკეთე extra small-ი და ძალიან გავრისკე, იმიტომ რომ extra small-ი არასდროს არაფერი არ მოწვია ხოლმე, მაგრამ როგორც ხედავთ,
არის ძალიან დიდი. ძალიან დიდი არის მართლა, ფართუნა არის. შეიძლება ექსტრა small არის, მაგრამ მაინც ცოტა დიდი მქონდეს და კარგია ეგ. ცოტა ფართუნა სტილი მომწონს. გიждები აი ამ დეტალზე და წინ ამ ნახატზე. ცალმესია. ბოლონივცი კი არის ეს ქვედა ბოლო. უბრალოდ არ შემეძლო რომ ეს არ ჩამეგდო ბოლოს რო გიგდებთ და you may also like მაგაში იყო და მეთქი აუცილებლად უკან აქვს ესეთი წარწერა. ძალიან მიყვარს, როდესაც ბრენდები ფიქრობენ დეტალებზე. ისეთ დეტალებზე, როგორც არის მაგალითად თუ ცოტა დიდი მოგვივა და რო გადავკეცოთ ეს წელში, აი ამ წარწერას დავინახავთ. აქაც რაღაც წარწერა აქვს. რომელზეც წერია not for everyone. ყველასთვის არ არის. აქ კი too large for me, ანუ დადმეტ დიდი არის ჩემთვის და შეგვიძლია გადავკეცოთ. არ ვიცი როგორ მექნება 36 გამოვწერე და ეხლა ერთად მოვირგოთ და ვნახოთ. შოკში ვარ. მომერგო, მაინც ძალიან მიხარია და ძალიან ბედნიერი ვარ. ასევე ჩავიცვი ქვედა ბოლო, როგორც ხედავთ, მაგრამ თეთრ ფეხებზე დიდად არ მომწონ. მაგრამ რუჯზე აუცილებლად კარგად გამოვიყენებ. მომწონს ეს მაისური, იმიტომ რომ ზომა მართლა იდეალური არის. აქვს ძალიან ლამაზი დეტალები, ხარისხი არის 10-დან 10 მართლა. ამიტომ ძალიან დიდ რეკომენდაციას უწევ ამას და ეხლა იმ ჯემპსაც გადავიცნო. მე მგონი ამ ქვედა ბოლოსაც ძალიან ხდება ეს ფერი. ეს ფერი ზოგადად ყველაფერს ხდება, მაგრამ გულს განსაკუთრებით და სწორედ ეს მქონა წარმოდგენილი. მე მეც ახლა გადაკეცილი ეს ქვედა ბოლო და შეგვიძლია რომ ცოტა დავაგრძელოთ. ძალიან მომწონს. აბსოლუტურად 10-დან 10 დავუწერ ამ ნივთებს. მიხარია რომ აღმოაჩინე ეს ბრენდი და იმედი მაქვს რომ გამოგადგებათ თქვენს, ვისაც მსგავსი სტილი გაქვთ. მე დაგემშვიდობებით და ძალიან მალე დაგებრუნდებით. კარგად.